ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენს ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვან ამბავს? რომ გაიხსენოთ თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რა მომხდარა? როცა ბავშვი შემეძინა. ძალიან კარგი, გილოცავთ. მანამდე ზუსტად კონკრეტულად ისეთი მომენტი, რაც მშობლებთან ერთად გახსოვს, ერთად გატარებული დრო სასიამოვნო. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ისტორიაა, სხვათა შორის, მამამ როცა ცურვა მასწავლა. და რამოდენიმე ხნის მერე დაახლოებით 5-6 წლის მე წინ აღმოვაჩინე რომ თვითონ არ იცოდა ცურვა. კარგად უნდა გათხოვო ახლა, ხო იცი? აუ და ცივი რო იყოს წყალი. მიეჩვენა გეშინი. და რო ჩხობიცირა. არჩა იზილები მესაჭე, ძამო. მიდი მამა მოუსი კარგად. მოუსი. გურიდო სარები არა. ხოდა თავისუფლად უნდა. და შენ არ გეშინო რომ თავიდან წყლის? შიში გამოსაყანია წყალში. ხოდა თავისუფლად უნდა. და შენ არ მა ცურა, რა მაგარია. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ძდელყება, რომელიც უღრან დღეს ცხოვრობდა. ერთხელაც ძდელყებამ გადაწყვიტა ბებიაჩის აშრომები წაერგა. ჩაალაგა ჩანთაში ყველი, პური, ჭადი და გაიშურა ტყისკენ. ტყეში მიმავალს შეხვდა მგელი, რომელმაც ძდელყებას მიუღია. საითმედი ხარ ძდელყება? ისანი ბავშვს მიუღია. ძდელყება მიუღია. დედასა. ზეინაბ. მოდივარ. მშვიდობა. დღეს შაკომ გაცნე, იცი? რა? მართლა? კაი. ხო და თან ისე მაგრად მიცურავდა. მე რომ აქ ხელა ვიყავი საჩემეცნო მაგდენ. განიჭიერია. რა მაგარია. სად არ ვიყავ თქვენთან ერთად? თან ისე მაგრად მიცურავდა ნახდმოსურავებს რო შეშვებოდა. ჩვენი ბიჭი რომ გაიზრდება, მოცურავე გამოვა. თან ისე მაგრად მიცურავდა ნახდმოსურავებს რო შეშვებოდა. ჩვენი ბიჭი რომ გაიზრდება, მოცურავე გამოვა. სასამართლოს მოვიდა. ვარ გასხადახებო. ძალიან ცივია, ძალიან მომედანა რა. ისე მიდი შედაჭერია, ისე ცხელი ახლა უნდა გაუგრილდე რა წავედი. კარგი მამით ჩვენ აქ ვიქნებით. კარგი. დაჭერი და დაჭერი დამახვედრი. კარგი.
შენ იცი ბავშვობაში დედაჩემს როგორ ვატყუებდი ხოლმე? რას ატყუებდი როგორობა? როგორ და დედაჩემი ხო მაძალებდა ბავშვობაში რომ ლექსები მეწერა. ლექსები გეწერა შენ? ხო ნუ მაძალებდა და რა ვქნა? წარმოუდგენელია ბავშვია. აუ ვაფშე აღარ მოგიყვები. კარგი ხო უბრაზები რა გჭირს? მოკლედ ჩავიკეტებოდი ხოლმე ოთახში. ილიას აკაკის ლექსებს შევაერთებდი. ერთი დიდი ლექსი გამომყავდა და ეგრე უკითხავდი ხოლმე. ეგონა რომ ჩემი დაწერილი იყო. სულ არ უნდა მომაყოლო. კარგი უბრაზდები შეც კიდე რა ყველაფერზე ბრაზობ ხოლმე. რა გჭირს? შატო! ეს გოგის ხმა? ვაიმე გოგი კი? მამა! 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 რა მოგი? მამა! კარგად ხარ? მოგცევა დაიწყო თუ რატომ არ გამოხედი? მამა! ცურვა დაგავიწყდა? საერთოდ არ ვიცოდი. რაო? გატყუებდი თელი ცხოვრება სულ არ ვიცოდი. კარგად ხარ მამა? საუკეთესოდ. საუკეთესოდ. მიდი მამ, კარგად მოუსვი ხელები, ნუ გეშინია. წყალს უნდა ემეგობრდო. და შენ ისე რამდენი წლის იყავი პირველად სურვა მოისწავლა? სხვათა შორის მაგაზე ერთი კარგი ისტორია. ისტორია. ადრე მამა ჩემო, აი ზუსტად აქ მომიყვანა და აქ მასწავლა ცურვა. და როგორ? როგორ და ზუსტად აი ასე. მაგრამ შემდეგ გავიგე რომ ცურვა თურმე საერთოდ არ ცოდნია. არა, მაგარია. მაინც რამდენი წლის იყავი პირველად სურვა მოისწავლა? და შენ რამდენი წლის ხარ ახლა?